ზაქარია ფალიაშვილი, ქართული პროფესიული მუსიკის ფუძემდებელი, ეროვნული საოპერო ხელოვნების შემქმნელი და ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწეა საქართველოს კულტურის ისტორიაში. მისი სახელი უკავშირდება ქართული კლასიკური მუსიკის დაბადებას, ქართული ხალხური სიმღერის პროფესიულ დამუშავებასა და ეროვნული მუსიკალური სკოლის ჩამოყალიბებას. ფალიაშვილის შემოქმედებამ ქართული მუსიკა მსოფლიო კულტურის ნაწილად აქცია და საფუძველი ჩაუყარა იმ ტრადიციას, რომელიც დღესაც აგრძელებს არსებობას. ზაქარია ფალიაშვილი 1871 წლის 16 აგვისტოს ქუთაისში დაიბადა. იგი მრავალშვილიან ოჯახში იზრდებოდა, სადაც მუსიკას განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ბავშვობიდანვე უსმენდა ქართულ ხალხურ სიმღერებსა და საეკლესიო გალობას, რამაც მის მომავალ შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა. პატარა ასაკიდან მღეროდა ეკლესიის გუნდში, სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას და განსაკუთრებულ მუსიკალურ ნიჭს ავლენდა. მისი პირველი მუსიკალური განათლება ქუთაისის კათოლიკურ ეკლესიასთან იყო დაკავშირებული. მოგვიანებით თბილისში გადავიდა, სადაც ლადო აღნიაშვილის გუნდში დაიწყო მუშაობა. სწორედ ამ პერიოდში დაუახლოვდა კიდევ უფრო მეტად ქართულ ფოლკლორს. ფალიაშვილი მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. იწერდა ხალხურ სიმღერებს, აგროვებდა უნიკალურ მელოდიებს და ცდილობდა, ქართული მუსიკალური ტრადიციები მომავალი თაობებისთვის შეენარჩუნებინა. 1891 წელს იგი თბილისის სამუსიკო სასწავლებელში ჩაირიცხა, მოგვიანებით კი სწავლა მოსკოვის კონსერვატორიაში გააგრძელა. იქ მან საფუძვლიანად შეისწავლა ჰარმონია, კომპოზიცია და ორკესტრირება. მიუხედავად ევროპული განათლებისა, ფალიაშვილი ყოველთვის ერთგული დარჩა ქართული მუსიკის. მისი მთავარი მიზანი იყო ეროვნული მუსიკის შექმნა, რომელიც ქართულ ხასიათსა და ტრადიციებს გამოხატავდა. ფალიაშვილის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი ოპერებს უჭირავს. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია ოპერა „აბესალომ და ეთერი“, რომელიც ქართული საოპერო ხელოვნების შედევრად ითვლება. ოპერა ეფუძნება ქართულ ხალხურ თქმულებას და მასში ნათლად იგრძნობა ქართული მელოდიურობა. ხალხური სიმღერების გავლენა და ეროვნული სული. ნაწარმოები სიყვარულის, ერთგულებისა და ტრაგედიის თემებს ეხება. ოპერის პრემიერა 1919 წელს გაიმართა და მას უდიდესი წარმატება ხვდა წილად. ფალიაშვილის მეორე მნიშვნელოვანი ოპერაა „დაისი“. ეს ნაწარმოები განსაკუთრებით პოპულარული გახდა ქართველი მსმენელისთვის. ოპერაში გაერთიანებულია ლირიკული მუსიკა, სიყვარულის თემა და პატრიოტული განწყობა. დაისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწილი არია „ცისკრის ვარსკვლავო“, დღემდე ქართული ვოკალური მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება. კომპოზიტორის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია „ლატავრა“, რომელიც გმირულ პატრიოტული შინაარსის ოპერაა. ფალიაშვილის ყველა ოპერა ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა მათ საერთო ეროვნული ხასიათი, ქართული ფოლკლორის გავლენა და ემოციური სიღრმე აერთიანებს. ზაქარია ფალიაშვილი მხოლოდ კომპოზიტორი არ ყოფილა. იგი დიდი პედაგოგი, დირიჟორი და საზოგადო მოღვაწეც იყო. იგი ასწავლიდა ახალგაზრდებს, ხელმძღვანელობდა გუნდებსა და ორკესტრებს და აქტიურად ზრუნავდა ქართული მუსიკის განვითარებაზე. ფალიაშვილის დიდი დამსახურება ასევე ქართული ხალხური სიმღერებისა და საეკლესიო გალობის შენარჩუნება. მან ასობით ხალხური მელოდია ჩაიწერა და დაამუშავა, რითაც ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის გადარჩენაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მისი მუსიკა გამოირჩევა მელოდიურობით, ემოციურობითა და ეროვნული ხასიათით. ფალიაშვილის ნაწარმოებებში იგრძნობა ქართული ბუნების სილამაზე, ხალხური ტრადიციები და ადამიანის ღრმა განცდები. მან დაამტკიცა, რომ ქართული ხალხური მუსიკა იმდენად მდიდარია, რომ მის საფუძველზე შესაძლებელია მაღალი პროფესიული ხელოვნების შექმნა. 1933 წლის 6 ოქტომბერს ზაქარია ფალიაშვილი თბილისში გარდაიცვალა, თუმცა მისი შემოქმედება დღემდე ცოცხალია. დღეს მისი სახელი უკავშირდება ქართულ ოპერას, ეროვნულ მუსიკას და საქართველოს კულტურულ ისტორიას. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი მის სახელს ატარებს, ხოლო მისი ოპერები დღემდე სრულდება სცენაზე. ზაქარია ფალიაშვილი ქართველი ერისთვის მხოლოდ დიდი კომპოზიტორი არ არის, იგი ეროვნული კულტურის სიმბოლოა. მისმა მუსიკამ ქართული ხალხური ტრადიციები მსოფლიო ხელოვნების ნაწილად აქცია და მომავალ თაობებს დაუტოვა უდიდესი სულიერი მემკვიდრეობა.